შემდეგი დოკუმენტი გახდა დონორის სისხლისა და სისხლის კომპონენტების შეგროვების შესახებ მოგხსენებათ, რომ კანონის შესახებ ველოდები ამ გარდაქმნას. მოვიდა დონორი. დონორის მისვლა ჰოსპიტალური სექტორი იყოს წარმოქმნილი ფასებთან დაჯგუფება მუხტა ადამიანებისა. მიმდინარე პროცესია ტრანსფუზიის სფეროში, სისხლის გადასხმის სფეროში ახალი საკანონმდებლო აქტიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების პროცესი, რეფორმის პროცესი, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენი შეხედულებით მოითხოვს აუცილებლად სექტორის ძალიან აქტიურ ჩართულობას. გვაქვს იმედი, რომ ძალიან აქტიური კონსულტაციების შედეგად მივალთ მაქსიმალურად ეფექტიან გადაწყვეტილებებამდე, რომელიც წაადგება ერთის მხრივ სისხლის გადასხმისთვის საჭირო სისხლის ხარისხის გაუმჯობესებას ქვეყანაში და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, დააზღვევს ყოველგვარ რისკებს დაკავშირებულს ამ თვალსაზრისით დეფიციტებთან. სისხლის ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პაციენტის დაავადების გამოსავლის კეთილდღეობისთვის, ჩვენ და საკეთილდღეოდ შემოსატრიალებლად. კი, პაციენტი როდესაც სისხლი ესხება, ეს სისხლი უნდა იყოს ძალიან ხარისხიანი. ეს რეგულაციები, რომლებიც სოფლიოში ამას უზრუნველყოფს, ჩვენც უნდა გადმოვიღოთ. უბრალოდ ეს უნდა მოხდეს ფრთხილად იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანაში არის, რომ ეს უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, უპირველესია და ეს არ დაირღვეს. ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტს გავეცანით, რომელიც დამუშავების პროცესშიდაც ალბათ იქნება უამრავი კითხვა, უამრავი ინიციატივა და იმედი მაქვს ამ პროექტის მომზადების შემდეგ სისხლის უსაფრთხო დონაცია იქნება ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.